ვიქტორ ჰიუგო, ანჟელო. მონაწილეობენ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, სალომე ყანჩელი, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, ოთარ მეღვინეთოხუცესი, ტარიელ საყვარელიძე, მერაბ თაბუკაშვილი, ელენე ერქომაიშვილი. რეჟისორი ჯემალ ანჯაფარიძე, ხმის რეჟისორი გივი ჯაფარიძე. რადიოდათქმა ჩაწერილია 1957 წელს. მე-16 საუკუნე ადუას ღამის სიბნელე გადახფენია, ქალაქი ძილს მისცემია. მე მირანიცევა ტიზბეს სასახლეს არ ზინავს მხოლოდ. იტალიის ცნობილ მსახიობ ქალს ტიზბეს ზეიმი გაუმართავს ქალაქის მთავარმართებლის ანჟელო მალიპიერის პატივსაცემად. საზეიმოდ გაჩირაღნებულ სასახლის მარმარილოს კიბით ბაღში ჩამოდიან დიდრულად ჩაცმული ტიზბე და ჰერცოგის ღირსების ნიშნებით მორთული ანჟელო მალიპიერი. დიახ, მონსინიორ, თქვენ აქ სრულუფლებიანი გამგებელი ბრძანდებით. თქვენს ხელთ არის პადუის ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და სიკვდილის ბედი. ამ ქალაქში ვენეციიდან ხართ გამოგზავნილი და ყველგან, სადაც კი გამოჩნდებით, იმ რესპუბლიკის ძლიერება იგრძნობა უმალ. ქუჩაში თქვენი გამოჩენაც საკმარისია, მონსინიორ, რომ ფანჯრები დახუროს ყველამ. გავლელნი აქეთ-იქით მიიმალნენ. თუმცა თქვენ პადუის ყოლის შემძლე გამგებელი ხართ და ბრძანებლობას ჩემსას შემულობთ. მე როგორც ხედავთ, მონსინიორ, ყველა სიმართლის პირში თქმას ბედავ, თუ კი სიმართლის მოსმენა გნებავთ. უცნაური კაცი ბრძანდებით, თითქოს ჩემში ხართ შეყვარებული, ამავე დროს ცოლსაც ეჭვიანობთ. განათქმენს მიმართ არ ვეჭვიანობს, სინიორ. ღმერთო ჩემო, მშვენივრად ვიცი, მაგრამ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. ყველას გონია, რომ მე თქვენი საყვარელი ყოვლის შემძლე ქალბატონი ვარ, მაგრამ თქვენ მაინც კარგად იცით, რომ ამ ეჭვებში ჭეშმარიტება არ ურევია. მე კი საცოდავი კომედიანტი ქალი გახლავართ მხოლოდ. სენატორთათვის ზეიმთ მოწყობის უფლება მაქვს მონიჭებული. ჩვენი ბრძანებლის გართობა ვცადე, მაგრამ ვაი რომ ვერ მოვახერხე. თქვენი სახე მოღუშულია. რაო, ყველაც დაუნაყოფოა? თქვენ მგონებთ, რომ პადუაში თქვენთან ერთად ჩამოსული ახალგაზრდა თქვენი ძმა არის? დიახ, ასია. მერე და რაო? ის მეორე ვინღა არის მასთან რომ იდგა? მეგობარია ჩემი ძმისა. თქვენს ძმას რა ქვია? როდოლფო, მონსინიორ, როდოლფო. ყველა ეს მე თქვენ 100-ჯერ მაინც გითხარით. მაპატიეტიზბე, მეც აღარაფერს შეგეკითხებით. იცით რომ გუშინ მომჯადოებულად ითამაშეთ თქვენ როზალინა. მთელი პადუი ამაყობს თქვენით. იტალია თაყვანს გცემთ თქვენ და შურით შეხურებს პადუელებს. მე იმ ბრბას თქვენ რომ ტარს გიკრავთ, გახელებამდე მივყევარ მუდამ. პირდაპირ ვიწვი ეჭვიანობით, როცა თქვენ და მე მოპყრობილ ესოდენ მრავალ თვალს ვხედავ. ვინ არის ნიღაბ ჩამოფარებული კაცი დღეს რომ დერეფანში ელაპარაკებული? ვინ დამპირდა ერთი წუთის წინ, რომ მეც აღარაფერ შეგეკითხებითო. ინებეთ, მონსინიორ, ვირჟილიო ტასკა გახლავთ ის მამაკაცი. როგორ? ჩემი თანაშემწე? ერთი თქვენი მსტოვართაგანი. რისთვის დაგჭირდათ? თქვენ იცით, რომ მე მხოლოდ ხალხიდან გამოსული კომედიანტი ქალი გახლავართ. სათამაშო, რომლიცაც თქვენ დღეს თავს ირთობთ, ხვალ კი გასტეხთ და გადააგდებთ. და თუმცა არაფერს არ წარმოადგენ, დედა მეც მყავდა. იცით რა არის დედა? იცით რა არის უსუსურ,
საცოდავ მშიერ ბავშვისათვის განუწყვეტელი ზრუნვის შეგრძნება. ცოდნა იმისა, რომ შენს გვერდში ქალია მუდამ, შენი მფარველი ანგელოსი, რომელიც შენ თვალს არ გაშორებს, ატირებულს დაგაწყნარებს, შენს გათოში ვთათუნებს, თავის ხელებში გაათბობს, სხეულს გულში ჩაიკრავს. ვის დაუძახებ თქვენ დედას, ვინ გეტყვით თქვენ ალერსით სავსე, შვილო ჩემო. ასეთი დედა მეც მყავდა. მამა არ მახსოვს. დედა ჩემი ბრეშიის მოედნებზე მღეროდა. მეც თან დავდებდი. ხურდაფულს გვიყრიდნენ. ერთხელ მღეროდა ისეთ სიმღერას, რომლის აზრიც მან არ იცოდა და რომელშიც ვენეციის ხელისუფალთა დამაკნინებელი აზრი ერია. შემთხვევით გამრელმა სენატორმა მოჰკრა იმ სიტყვებს ყური. შეჩერდა და თამხლეთ ამალის კაპიტანს უმალ უბრძანა, ჩამოახჩეთ ეს დედაკაცი. ვენეციის სახელმწიფოში კაცის სიკვდილი არ დაყოლდება. დედა ჩემს უცებ ხელის დაცეს, ჩემი კოცნა მოასწრო მხოლოდ ხალხის ბრბოც იქვე იდგა უსიტყვოდ. სენატორს ახლდა ლამაზი გოგო, ქალიშვილი თუ იყო მისი, უცებ იფეთქა სიბრალულმა იმ გოგონაში. სენატორის წინაშე მუხტ მოიკეცა და ატირდა. ისე ატირდა, რომ დედა ჩემი შეწყნარებასაც კი მიაღწია. როს დედა ჩემი განთავისუფლდა, თავისი ხატი გაუწოდა იმ ქალიშვილს. გამომართვით, სინიორა, თქვენ ეს ხატი ბედნიერებას მოგიტანთ მუდამ. მალე დედა ჩემი გარდაიცვალა. მაშინ 16 წლისა ვიყავ. გავიდა ხანი, მე გავმდიდრდი. ოხ, როგორ მინდა ხელმეორედ ვნახო იგი. ახლა ის ალბათ უკვე ქალია და მასა სადამე უბედურიც. 10,000 ოქროს ცეხინს პირდებ იმას, ვინც კი მას მომანახვინებს. აი რა უთხარ ვირჟილიო დასკას. 10,000 ოქროს ცეხინი. მაშ თვით იმ ქალს რა უნდა მისცეთ, როდესაც თავად აღმოაჩენ. ჩემს სიცოცხლეს თუ კი იმას გამოადგება. მოიცათ? მოიცათ. იქ შესასვლელთან სკამზე ვიღაცა მოწოდილა. ვინ არის იქ? ჩემი საწყალი ომედეი. ვინ? ომედეი? ჩვეულებრივი მამაკაცი, გიტარაზე დამკვრელი. აუტანელო ეჭვიანო. წმინდა მარკის ეპისკოპოსმა გამომიგზავნა. საუკეთესო მეგობარმა. თან საჩუქარიც გამოატანა. რა საჩუქარი? ჭეშმარიტად ვენეციური. კოლოფი, რომელშიც 2 პატარა ბუშტულა იყო მოთავსებული. ერთი თეთრი, მეორე შავი. თეთრში ძილის მომგვრელი წამალია, შავში კი საწამლავი. როგორც ხედავთ, დიდი პატივი დამდო მოხუცმა. ისიც მომწერა, რომ ბარათის გადმომცემი ჭკუა სუსტია. დღეს სიმღერები და მუსიკით სტუმრებს ართობდა, მაგრამ ზემი მას არ მოსწონს, ძილს ამჯობინებს. როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი არაფერია. იმ კაცს თავდებათ თქვენ დაუდგებით? რა გემართებათ, მონსინიორ? თქვენ დროს კარგავთ ყოველ შემხდურის ვიგინდარის ამბის კითხვაზე. მცირე წვრილმანით სულს გიშფოთებთ. რა არის ეს? ეჭვიანობა თუ შიში? ორივე ერთად. ეჭვიანობა მაინც კიდევ დასაშვებია, მაგრამ შიში ვისმეს წინაშე თქვენი შიში, თქვენი, რომელიც თავად აშინებს ყველას. სწორედ ეს არის შიშისათვის უპირველესი საფუძველი. თქვენ მართალი ხართ. აქ მე ყოვლის შემძლე გამგებელი გახლავართ, მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად ჩემს ზემოთაც არის რაღაც გარდულახავი, ბოროტებით აღსავსე ძალა. ვენეცია ის წყდიადი. იცით რა არის ვენეცია? ვენეცია ინკვიზიცია. 10 საბჭო. 10 საბჭო. იმის შესახებ მუდამ ჩურჩულით უნდა ილაპარაკო. მათ ვერავინ ვერასოდეს ვერ დაინახავს. ისინი კი უხილავი ხელით გზავნიან ადამიანებს ეშაფოთზე. მათ ხელთ უფხრიათ ყველა სიცოცხლე. ყველგან თავისი დამქაშები, სტოვრები და ჯალათები ყავთ.
ვიზედაც ენას მიუტანენ, იმას მაშინვე იჭერენ კიდეც. ვისაც იჭერენ, დაღუპულია, მიუშჯიან, მოაკდინებენ. გარეგნულად კი ყველაფერი უნაკლოა, დარბაზობაა ყველგან, ზეიმი, მუსიკა უკრავს, ჩირაღნები, გონდოლები, წარმოდგენები. რა არის ვენეცია? ყველა სახლში, ყველა დარბაზში, ჩემთანაც კი საიდუმლო შესასვლელი არსებობს ყველგან. ვიღაც უცნობი ყოველთვის დაძრწის იმდერე პარკში. კედლის უკან ნაბიჯების ხმა ისმის ფრთხილი. პადუის დესპოტი ვენეციის მონავარ თავად. მახვილი თვალი მე ყოველთვის მიჩენილი მყავს. ო სინიორა სახურნიცკი, ჩემი მსახურნი მეგობარიც, თვითმღვდელიც კი ახსალებას რომ ართმევს მუდამ, ქალი რომელიც მეუბნება მიყვარხარო, დიახტის ბე, დიახის ქალიც ყველა მჯაშუშობს. ო მონსინიორ, მე თქვენ არა გულისხმობთ არა. სიყვარული თქვენ არასოდეს არ გითქვამთ ჩემთვის. დიახტის ბე უბედური ვარ. ერთადერთი სიხარული თქვენ ხართ ჩემთვის და ამავე დროს ვგრძნობ რომ სრულიად არ გიყვართ. თქვენ სხვა გიყვართ. მითხარით ვინ? დამშვიდით. არავინ. მაშინ როდისღაც შემიყვარებთ? როცა ხალხისთვის საყვარელი გახდებით მაშინ. ეს მცირე მგეშია. მაგრამ აქედან უწახვალთ მაინც. ღმერთო ჩემო ვიღაც მოდის. შესაძლოა ეჭვია იყო. მე მივდივარ. თქვენი ძმა მასთან დაგდორებთ. გამოჩნდება როდოლფო, რომელსაც ტიზბე სიყვარულით შეეგებება და მიმავალ ანჯელოს მიაძახებს. არა, ბილწო დესპოტო, ეს ძმა კი არა, ჩემი სატრფოა. მოდი აქ, ჩემო მამაცო გულოვანო, ჩემო კეთილშობილო როდოლფო. ხრისტის ჩამოხვალ პადუაში, თავის დაღწევას ვერ მომახერხებთ. ამ ქალაქის მთავარ მართებელს საცოდავი შენი ტიზბე შეუყვარდა თავდავიწყებით. იგი მაკავებს და რავითარ შემთხვევაში აღარ გაგვიშვებს. მაგრამ დესპოტი სულ ერთია ჩემთან ვერაფერს ვერ მიაღწევს. შენ ხომ არ ეჭვობ, ჩემო როდოლფო? მე კი მინდა რომ მიეჭვიანო. თქვენ ჭეშმარიტად კეთილშობილი და მომხიბლავი ქალი არ ბრძანებია. შემიძლია, ჩემი როდოლფო, სხვა ქალების გვერდით ვიხილო. როგორ ბედავენ შენთან ლაპარაკს, შენს მოსმენას. თუ კი მეტოქე გამომიჩნდება, მოვკლავ ნამდვილად. შენს გარდა მე სხვა არავინ არ მყარებია. ჩემი სიცოცხლე წვდიადი იყო. ახლა კი შენი სიყვარულით განსხივოსნდა. მზე მოეფინა. მითხარ, ხომ გიყვარვარ? განა შეიძლება ადამიანს არ შეუყვარდეთ. კიდევ ერთხელ რომ მომართო, მე შენ თქვენობით გავჯავდები. ღმერთო, ჩემი სტუმრები სულ გადამავიწყდა. ერთი წუთით მაინც უნდა მოეჩვენო. შენ ეს მითხარი. ამ ბოლო დროს ასე რატომ ხარ დაღვრემილი? იქნება ჩუმად ნაღვლობთ რასმეს. არა ტიზბე. იქნება ავათხარ. არა. ეჭვიანობა. არა. ой, მე კი მინდა რომ მიეჭვიანო. თუ არ გიყვარვარ. მართლა მითხარი, იცის ვინმემ რომ ძმა არა ხარ? არავინ გარდა ანაფესტოსი. ანაფესტო? შენმა მეგობარმა? აგერ ისიც. მაპატიეთ, ცოტა ხნით მაინც უნდა დაგტოვოთ. სინიორ ანაფესტო, ყური მიუგდეთ რომ არც ერთ ქალს სიტყვა არ უთხრას. დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. შვენიერია. ბედნიერი ხარ როდოლფო ჩემო. შენ მას უყვარხარ. არა ანაფესტო. არც ისეთი ბედნიერი ვარ როგორც შენ ფიქრობ. მე ის არ მიყვარს. რაო? რას ამბობ? მოიცა. ვინ არის ის სკამზე რომ ზინავს? საცოდავი მუსიკოსია.
შენ იცნობ იმას. იდიოტი. ტიზბი არ გიყვარს? ჯადოსნური სილამაზის მქონე მშვენება. დიახ, ჯადოსნური. მაგრამ არ მიყვარს. ვერაფერი ვერ გამიგია. ნურც მეკითხები. დამტოვე მარტო. ომედეი წამოდგება. ფრთხილად მიეპარება როდოლფოს და ხრებზე ხელს დაადებს. თქვენ ეცელინი დე რომანი ხართ. იმ ძველი გვარის გადანაშთი, ოდესღაც პადუას რომ მართავდა და ჯერ კიდევ 200 წლის წინ გააძევეს ამ ქალაქიდან. ერთ ქალაქიდან მეორეში გადადიოდით, გამოცვლილ სახელს ატარებდით. 7 წლის წინათ, როცა როგორღაც ვენეციაში ჩასვლამ გიწიათ, ეკლესიაში უნახავი სილამაზის გოგონას მოვკარით ვთქვარი. არა ედევნეთ, ხშირად დაიწყეთ იმ ტაძარში თქვენ სიარული, ის გოგონაც იქ დადიოდა. თქვენ შეგიყვარდათ ის ქალიშვილი და იმასაც თქვენ შეუყვარდით. შეხვედრასაც კი მიაღწიეთ ერთ ქალის სახლში, რომელსაც ცეცილია ერქვა სახელად. ერთხელ იგი პაემანზე ვეღარ მოვიდა. ცეცილიამ იმ უბედურის ნაძალადევი გათხოვება შეგატყობინათ. ვერც მისი ქმრის, ვერც მამამისის ვინაობა თქვენ ვერ გაიგეთ და ვენეციას გამოეთხოვეთ. თავდავიწყებას ეძებდით კიდეც თქვენ გართობაში, გარყვნილებაში. ვერაფერი კი ვერ გააწყეთ. ბოლოს ისიც კი მოგეჩვენათ, რომ ეს ქალი ტიზბე გიყვარდათ, თუმცა ამაოდ. თქვენ სატრფოს ყველგან ეძებთ, მაგრამ პოვნა ვერ მოახერხეთ. დღეს საღამოს მასთან შეხვედრას ხომ არ ისურვებ. როდოლფო განცვიფრებული შესცქერის ომედეის, სურს ვინაობა მისი შეიტყოს, მაგრამ იგი პასუხს გვერდს უვლის. სიფრთხილეს კარგავს აღტაცებული როდოლფო და ომედეის ემუდარება სატრფო ანახოს. იგიც უნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს. შემდეგ სცილდება როდოლფოს, რომლისკენაც მარმარილოს კიბეები ტიზბე ისწრაფვის, უახლოვდება კიდეც. როდოლფო ქალს ხელზე ამბორება და უმალ სტოვებს. ვარდებს შუა, ვიწრო ბილიკით ომედეი ბრუნდება უკან. თანხმა მაღლა ლაპარაკობს, ვითომ თავისთვის. ეცელინო როდოლფო გახდა, უფრისული ანდურისტობს, ბრძენს იდიოტად გამოხავს თავი, თვალნი ვერ ხედვენ, სამაგიეროდ ყურნი ისმენა. ბურტყუნებს. სინიორა, თუ კი თქვენ დღეს სამუდამოდ დაკარგავთ ერთ ახალგაზრდას, რომელსაც შავი ფრთით გაწყობილი ქუდი ახურავს, მე შემიძლია რომ გიჩვენოთ თქვენ ის ადგილი, სადაც ამაღამ იმას იპოვეთ. ქალთან? დიახ, კერათმიანთან. შენი ის არა ხარ, ვინც მე მეგონე. მართებელი მართალი იყო, საშიში ვინმე ყოფილხარ თურმე. როდოლფო ქალთან. არამსადავ მოსყიდული ხარ. ღმერთო ჩემო მტრები მყოლია. მაგრამ როდოლფოს მე უყვარ ვარ, ვერ შემაშინებ, შენი არ მჯერა. თქვენ შეამჩნევდით, რომ მართებელი ძეწყვით ჩამოკიდებულ ფაქის ნახელავ ოქროს გასაღებს ატარებს მკერდზე. უთხარით იმას, რომ ის ნივთი გულით გწადია. გასაღებიო? არა. არაფერს არ ვთხოვ მე იმას. არამსადავ გსურს როდოლფოზე დავეჭვიანდე, გასწი აქედან. აგერ ჩვენი მართებელიც 15 წუთში მე დაბრუნდები. მუხანათო, გასაღები არ მჭირდება, დაბრუნება აღარ გაბედო. ეს თქვენ ხართ, მონსინიორ? ეძებთ ვისმეს? ვირჟილიო დასკას დავეძებ. რაო, თქვენ კიდევ ეჭვიანობ? ვეჭვიანობ, სინიორა. ხომ არ გაგიჟდით, ეჭვიანობა ვით გეკადრებათ. თქვენ ასე ამბობთ, რადგან არავინ არ გყარებიათ. არა, მე მიყვარს. ვინ? თქვენ მიყვარ ხართ. მე თქვენ გიყვარ ვართ? მნეხომრებით. გაიმეორეთ, რაც მითხარით. მე თქვენ მიყვარ ხართ. რა მშვენიერი სათამაშოა. რა არის იგი? თქვენმა სიტყვა მისე დამატმა.
კარგით, გეყოფათ. მიფასუხეთ, ეს რა არის? ისა? გასაღებია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მართლაცია გასაღები მე არ მჭირდება. გინდოდათ კი რომ ეს ნივთი თქვენ აქ ქონოდათ. როგორც ლამაზი გასართო. მას გამომართვით. ეს რომ ცოდო და არას ვიტყოდი. თქვენ ალბათ იგი გჭირდებათ კიდეც. იშვიათად თუ დამჭირდება, გარდა ამისა სხვაც მაქვს კიდევ. გამომართვით. თუ ესეთი პატარა გასაღები შეიძლება რამის გაღება. ამ გასაღებებს საიდუმლო კოშკებისათვის აკეთებენ. თურმე რა არის? რა კი მოითხოვთ, გამოგართმევთ. გასაღები ტიზბეს ხელთა. შუშაბანში კი ვირჟილიო ტასკა გამოჩნდა და ანჟელომ მის შესახვედრად დროებით უნდა დასტოვოს ქალი. ტიზბემ უკვე ომედეის შენიშნა ახლოს და მიირბინა მასთან. გასაღები ხელთა მაქვს უკვე. მართებელის სასახლეში შუშაბანდია. მოლინოს ხიდზე რომ გამოდის, იქ დამელოდეთ. სრულ ღამის ორზე იქ მოგაკითხავთ. მთავარმართებლის სასახლე. ოთახში მთავარმართებლის მეუღლის მოახლე ქალია, რეჯინელა. მარჯვენა კედელთან მიდგმული კარადა უცებ ღერძის ირგვლივ შემოტრიალდა და ომედეი გამოჩნდა უმალ. მას რეჯინელამ თვალი შეასწრო და ელდაეცა. ღმერთო ჩემო, გრინდი არ დასრა. ვინც კი ვინმე ჩვენთან გასნახავს და თუ ისმეს შეატყობინებს, იმავ დღეს კვდება. ეს შანს კარგად უნდა იცოდე. პასუხი გამეც ყველა კითხვაზე, მოტყუებას თუ გაიფიქრებ, თავს წააგებ. ეს კარები საით გადის? მონსინიორის საწოლო ოთახში. ესა? საიდუმლო კიბეზე, რომელსაც შუშაბანდისაკენ მიჰყვევართ. როგორც კი შენი ქალბატონი აქ გამოჩნდება, მაშინვე ახვალ შენს ოთახში და იქ დარჩები. ერთი სიტყვაც რომ წამოგცდეს, უმალ გავიგებ. თვალით ანიშნებ, დავინახავ. ყველა მოძრაობა, ხელის მოჭერა ყოველივეს უმალ შევიგრძნობ. ახლა გიგასი. ღმერთო ჩემო, ვისი წერია ამ ღამს სიკვდილი? შენ ერთი სიტყვაც რომ წამოგცდეს. რეჯინელა ოთახიდან გადის. ომედეი კარადას შემოაბრუნებს და შემოყავს როდოლფო. სად ვიმყოფები? შესაძლოა ეშაფოთის საფეხურზეც. რისი თქმა გინდათ? პადუაში არის ოთახი, საბედისწერო ერთი ოთახი. და თუმც სავსეა ყვავილებით, სურნელებით და შესაძლოა თვით სიყვარულით. არც ერთ მამაკაცს იმ ოთახში არ ძალუც შესვლა. იქ მარტოოდენ კარის შეღებაც დანაშაულად ითვლება დიდად, რომლისთვისაც სიკვდილით სია. იცით თუ არა? ვიცი. ის ოთახი აქაური მთავარმართებლის ცოლისა გახლავთ. სწორედ ასია. მაშ ეს ოთახი? იმ ოთახში ხართ. მთავარმართებლის ცოლის ოთახში? სწორედ ის არის კატარინა ბრაგადინი, პადუას მთავარმართებელის ლამაზი ცოლი. კატარინა მთავარმართებლის ცოლია განა? თუ გეშინია, გვიან არ არის კარიღია. ჩემ თავს არ ვჩივი. ქალის დარდი მაქვს. რისთვის უნდა მოგენდოთ მე თქვენ? ვინ გითამდებებთ? ერთი კვირის წინ, გვიან ღამით, თქვენ სამპროდოჩიმოს მოედანზე მიბრძანდებოდით. მარტო იყავით, უცებ ყვირილის ხმა შემოგესმათ, იქით გავარდით. დიახ. სამუცლობ ნიღბოსანს კაცის მოკლა ეწადა თურმე. მე დავიხსენი. ის კაცი მე ვარ. იმ ღამის შემდეგ მხოლოდ სიკეთე მწადია თქვენთვის. ახლა მენდობით? როგორ არა. მადლობელი ვარ. უახლა უკვე მეგობარი ხართ. სამუდამო მეგობარი. მაშა სადამე თქვენ აქ დარჩები. რაღა თქმა უნდა. მისი ნახვა, მისი ხილვა. განარგესმით თუ რას ნიშნავს მისი დანახვა? სად არის იგი? იქ ზევით სამლოცველოში. მე სად გავნახავ? აქ. როდის? 15 წუთში. ღმერთო ჩემო. მარტო შემოა? შესაძლოა არც იყოს მარტო. ამისათვის ჯერ დაიმალეთ. სად დავიმალო? უკეთესია აივანზე რომ გახვიდეთ. სამლოცველოში თუ არ ვცდები სკამები დასრეს. დრო ერთმანეთს გამოვეთხოვთ. აბა, ნახვამდის. ვინც უნდა იყოთ? ესოდენ დიდი სამსახურისთვის მთელ ჩემ ქონებას, ჩემ სიცოცხლეს თავს შემოგავლებთ.
როდოლფო აივანზე გადის. ომედეი ბოროტად ჩაიცინებს, მერე ჯიბიდან წერილს იღებს, მაგიდაზე ზდებს და საიდუმლო გასასვლელში გაუჩინარდება. კარა და ადგილზევე დგება. შემოდის დიდებულ ვენეციელი ქალის სამოსში გამოწყობილი კატარინა. მასთან ახლავს მოახლე დაფნა. ყველაფერი გათავდა უკვე. ამ ოთახში შემოსვლა თვით შემოხედვაც დანაშაულად ითვლება, რომლისათვისაც სიკვდილით სჯია. ამ ოთახში იმის დანახვას არ ვისურვებდი. გაფიქრებაც კი შიშის ზარს ამცემს. ღმერთო ჩემო, ნუ თუ უმციკლო ის სიყვარული იყო დანაშაული. შეხვედრა ჩვენი წუთიერი იყო ყოველთვის. როდოლფო, ჩემო როდოლფო, მითხარი დაფნა, ხომ შენც ახარ დარწმუნებული, რომ მე იმას ვერასოდეს ვეღარ ვიხილა? სინიორა, აგერ უკვე 7 წელია ერთი აზრი მაძვალებს მუდამ. ნუ თუ შენ ფიქრობ, რომ ბედნიერი შეიძლება ვიყოდეს მე მარტო ხელა, საცოდავი. დედა ჩემი მაინც მყოლოდა ცოცხალი. სინიორა, მაგ სევდიან ფიქრებს მოეშვა ჩემო სინიორა. რა ბედნიერი ყოფილვარ თურმე, როცა საღამოს ერთად ვიყავით. კმარა, მეყოფა, სევდიანი ჩემი ფიქრებით შეწუხება არ მინდა შენი. წადი დაიძინე. სინიორა, თვითონ გავიხდი. მომეც გიტარა და ღამენების საჩემო დაფნა. მერთი იყოს თქვენი მფარველი ჩემო. იგი მღეროდა ჩემს ფეხებთან მოკეცილი. სულს მივცემდი, ოღონდ კი მისი სიმღერა მომესმინა. თუნდაც ერთხელ Zetiero. Rodolfo. ქალს გიტარა გაუვარდა ხელიდან. წამსვე შემოიჭრა როდოლფო. წამოსასხმი მოიხსნა სწრაფად და კატარინას ფერხთით მიიჭრა. კატარინა! როგორ? თქვენ აქა ლამის გავთავდე ბედნიერებით და უფრო შიშით. როდოლფო ჩემო, იცით კი, იცით სად იმყოფებით. იქნება ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივ ოთახში ხართ, განწილო სიკვდილის საფრთხის წინაშე დგეხართ. განასულ ერთი არ არის შემთვის. თქვენს უნახავად მოკვდინებას მირჩევნია მოვკვდე მას შემდეგ, რაც თქვენ გიხილავთ. შენ კარგი ქენი რომ მოხვედი. ჩემი სიცოცხლეც ბეწვზე კიდია. სამაგიეროდ შენ გიყურებ. დანარჩენი კი სულ ერთია. მაგრამ ღმერთია ჩვენი მოწყალე. ყველაფერს ძინავს ამ სასახლეში. მე აქედან ისევე გავალ, როგორც მოვედი. როგორ მოხვედი? ყოველივე საგიხსნი მერე. თქვენ ნუ რას წუხართ? თუ კი შენ ახარ დამშვიდებული, მე არაფერი აღარ მაღელვებს. ღმერთო ჩემო, შემომხედე, შენი თვალები დამანახე. კატარინა, ჩემო როდოლფო, მე ხომ ძალიან გამოიცვალე. აგერ უკვე 7 წელია თვალზე ცრემლი არ შემშრობია. შენ როგორ გაატარე 7 წელი? დარდობდი ჩემზე? მითხარი, მე მინდა რომ შენს ლაპარაკს დაუგდო ყური. შენგან სიშურე იგივეა, რაც დღის სინათლის უნახაობა. იმის შეგრძნება რომ კვდებოდე,
ჯურღუნულში იხუთებოდე. დაღამებისას ვარსკვლავები ვეღარ იხილო, რომ ამ ქვეყნად აღარ იცოცხლო. რას ვაკეთებდი? ვერაფერს გეტყვი. მე არ ვიცი. როდოლფო ჩემო, სიყვარულისგან რომ სიკვდილი შეიძლებოდეს, მე მოვკვდებოდი. არის თურმე ზოგჯერ წუთები, როცა სიყვარულს გინდა შეხურო და ასე უთხრა. გაჩუმდი ჩემო სანუკვარო, მე შენ მიყვარ ხარ. გაჩუმდი ჩემო, ბედნიერი ვარ. ეს რა? მაგიდაზე რა წერილია? შენ მოიტანე? არა. ალბათ იმ კაცმა დასდო, რომელმაც მე აქ მომიყვანა. შენ აქ ვინმე შემოგიყვანა? მოიცავ ნახო რა წერილია. არის ხალხი, რომელნიც მხოლოდ კიპრის ღვინით თვითფრებიან. ისეთებიც არიან ხოლმე დახვეწილი შურის ძიება, რომ ათრობთ მარტო. სინიორა, კარგად იცოდეთ, რომ ჯაშუში არა რა არის, როცა მას უყვარს, ძლევა მოსცილი, როცა შურს ეძებს. ხელთნაწერს ავცნობ. არა მზადა, რომელმაც ჩემი შეყვარება ამ სიყვარულის ჩემთვის ახსნა და ოდესღაც ვენეციაში ჩემთან მოსვლაც კი გაბედა. გაგდება უბრძანე უმალმე მისი ომედეიქვიან სახელად. სწორედ ის არის. 10 საბჭოს ჯაშუში გახლავს. ჩვენ დავიღუპეთ. ხაფანგში ვართ გამომწვდეული. ღმერთო ჩემო. უგუნური ვარ, რა ჩავიდინე. მეც შენთან ასე მოვიდოდი, როგორც შენ მოხვალ. წნარად დერეფანში ხმაური ისმის, კარებს აღებენ. როგორ მოვიქცეთ? ეს კარები საითკენ გადის? თავარმართებლის საწოლო თაღში. ფანჯარა? ძირს უფრთხილში. ის კარები? ჩემს საკანში, სამლოცველოში. იქიდან კი გასასვლელი აღარსად არის. გაქცევა უკვე არ შეიძლება. ამ ოთახში უნდა შეხვიდე. კატარინა სამლოცველოს კარს გააღებს. შიგ როდოლფო შეუშვებს და კლავ გადაჰკეთს. მერე საწოლში წვება, საბანს გადაიხურავს და თავს იმძინარებს. შემოდის ტიზბე, ხელში სანათით. მაგიდისაკენ მიემართება. შესცქერის სანათურს, რომელიც ესეს არის ჩააქრეს. გულმოდგინეთ ათვალიერებს ირგვლივ ყველაფერს. კატარინა შეშინებული შეჰყურებს ტიზბეს. თქვენ ვინ ხართ? საყვარელი გახლავართ ამ ქალაქის მთავარმართებლის. მისი ცოლის სიცოცხლე ხელთ რომ უპყვია. მერტო ჩემო, კომედიანტი, პაწაწინა მსახიობი, გასართობ ქალად წოდებული. დაი თურმე მას ხელთ უპყვია სახელგანთქმული სინიორა, პატივცემული მამდილოსანი, ამ ქვეყნის ყველა სიკეთეთა სახიერება. ამ მოოქრულ სახელის მქონე დიაც შემიძლია მოვეპყრა ისე, როგორც მინდა. შემიძლია გავგლიჯო კიდეც, ნაკუწებად, ნაფლეთებად ვაქციო იგი. მე ხის დაცემას ისურვებდა, ოღონდ თვალებში არ ჩამეხედა. ნეტო ვიცოდე, როგორ ბედავთ და თვალს მისწორებ, როცა გვერდით საყვარელი ყავს. სინიორა, დამალეთ, სდებით. უარყოფა რა საჭიროა. იგი აქ იყო. თქვენ აქ ისხედი და ერთმანეთს სიყვარულში ეფიცებოდი. მაინც რითი ხარ ჩვენზე კარგი კეთილშობილო ქალბატონებო. ჩვენ ქმრებს გართმევთ, თქვენ კი საყვარლებს. ეს ხომ ბრძოლა? ვერას გააწყობდე, ვიბრძოლოთ. ჩვენ თვალს არავის არაფრით ვუხვევთ, თქვენ კი ყველას ერთად ატყუებთ, ქმარსაც, ოჯახსაც და თვით ღმერთსაც მოატყუებდით თუ კი შეძლებდით. სად არის იგი? ვინ გინდა? ის! აქ მე მარტო ვარ, სრულიად მარტო. თქვენ ვის შესახებ ლაპარაკობთ, ვერ გამიგია. სადა იგი? ის მამაკაცი. რა ქვია მას? მე მინდა ვნახო, ველაპარაკო. მერტო ჩემო, დანაშაულს გრძნობთ? თუ ცუდად იცავთ საკუთარ პატივს. აბა იქნება გაჯავრებაინებოთ კიდეც, თუ კი გაბედავთ, გაითამაშეთ უმწიკლოება. მაგრამ ყოველი ტყუილიც და არის მისი წამოსასხამი. თუმცა არა, წამოსასხამი ყველა ერთი ერთმანეთს აგავს. კარგია, კმარა, ახლა მიფრთხილდით. სამლოცველოს კარი გამიღეთ. გასაღები სადღაც დავკარგი. იქნებ ქმარს აქვს. ახლა შევაღებ მის საწოლ ოთახს. მონსინიორ ანჟელო! 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 არა თქვენ
თქვენ იმ კარებში არ შეხვალთ არა. ნედავ რას მერჩით, ნუ დამღუპავთ, ყური დამიგდეთ, ყველას აჯიხსნით, ყველაფერში ის არამზადა, ის ჯაშუშია და მაშავი, ის თქვენ გატყვევთ, ნუ გააღვიძებთ ჩემს მეუღლეს, მე იგი მომკლავს, თქვენ მეინანებთ მერე ჩემს სიკვდილს. მარა, მოსმენ არ მსურს, მონსინიორ! შეჭერდით, გაჩვენდით, მომკლავს, მალოცეთ მაინც, აი აქვე, ამ ხატის წინ. ტიზბე თვალს მოჰკრავს კედელზე ხატს და დააშტერდება. შემდეგ კედლიდან ჩამოკლეჭს შმაგად. ეს ხატი, ვინ მოგცათ იგი? ეს ხატი, რად მეკითხებით, მიგი ერთმა ქალმა მაჩუქა. ნახეთ რა არის წაწერილი. ვგონებ ტიზბე. დედამისის დასჯა უნდოდათ. მე შეწყნარება გამოვთხოვე მისთვის მამაჩემს. ტიზბე ხატს დასცქერის, კარი იღება და ანჟელო შემოდის. ტიზბე? თქვენ აქ რა გინდათ ამ შუაღამეს? გეტყვით ორ სიტყვად. ხვალ დილი თქვენი მოკვლას წადია. ჩემი? ეს წუთია რაც ეს ამბავი თავად გავიგე და სინიორას გასაფრთხილებლად მოვედი უმალ, რათა თქვენ ხვალ არსად გაგიშვათ. ვინ არის ის ნედა? გაოცებული კატარინა ტიზბეს შესცქერის. ვერაფერს ხვდება. ვისგან გაიგეთ ეს ამბავი? ერთი ვიღაც უცნობისაგან, რომელმაც იმით დაიწყო, რომ გადამალვაში დახმარების აღმოჩენა მომთხოვა. მისი პირობა მე შევასრულებ. ნამდვილად კარგად ვერ მოგცეულხართ. პირობა კი უნდა მიგეცათ, მერე კი იქვე დაგეჭირათ. ღვთისგულისათვის ეს მითხარით აქ როგორ მოხდით? დაგავიწყდათ, გასაღები რომ აჩუქეთ. გონებ არ მithქვამს, რომ ამ საწოლის კარებს აღებენ? არა, მითხარით, თქვენ უბრალოდ გადაგავიწყდათ. დანარჩენი კი ყველა კითხვა ხვალისთვის გადაინახეთ. დღეს კი სიცოცხლის გადარჩენი დაკმაყოფილდით, მონსინიორ. თქვენ კი ჩვენთვის, ჩემთვის და თქვენი მეუღლისათვის მადლობარც კი გადაგიხდიათ. მაპატიეთ ტიზბე. იმედი მაქვს, რომ გამაცილებთ. თქვენს მეუღლეს კი მოსვენება უნდა უბოძოთ. მე მზად გახლავარ თქვენ სამსახურად დონა ტიზბე. ნედავ, რა არის? ნუ თუ სიზმარია. ღარიბი ქოხში არიან 10 საბჭოს მსტოვარი ომედეი და ღამის მზირი ორდელაპო. ამ ფანჯრის ქვემოთ მდინარია, როგორც კი მთავარ მართებელიან უმაღლესი ხელისუფალნი ვინმეს გაქრობას მოისურვებს, ამოჩენილ მსხვერპლს ცოცხალს ან მოკლულს აქ მოიყვანენ, დაწნულ კალათას ზედ შეაბავენ, 4-ვე კუთხით ქვას დაკიდებენ და ფანჯრიდან გადააგდებენ. დანარჩენი მდინარე მიცის. ეს ქოხი მოხერხებულად დგას იმისოთ, რაც ჩავიფიქრე. ადგილი მართლაც უდაბურია და რეჯინელაც სასახლეში სწორედ ამ გზით წავა უკან. ვინა ბუნაგობს ამ სასახლეში? ადამიანის გარეგნობის ორი ქოფაკი. ერთი მათგანს ორფეო ქვია, მეორეს გაბუარდო. ისინი ახლავე გაჩნდებიან. მაშ ამბობ რომ საქმე წაგიხდა? ნუ თუ ფიქრობდი რომ შენს მიზანს მიაღწევდი, თუ კი საქმეში ვიღაცა ქალს გამოურევდი. უგუნური ჩანაფიქრია. შენ არც კი იცი თუ ასეთ დროს ქალის ეჭვებს რამოდენა სამსახურის გაწევა ძალუძთ. ორდელაპო, აქ მოდი ერთ წუთს. პანჯარაში გაიხედე. იმ ქალს რომ ხედავ ალისფერი მოსასხამით რომ მოდის აქეთ. მერე გადი და ისე თითქოს ვერ სამჩნევ იმ ქალისაგან გაემართე. როს გაუსწორდე, გზა დაუცალე და მასვე უკან ფრთხილად გამოხდე. სახლთან მოსულს შიგ შემოაგდებ. დანარჩენი უკვე მე ვიცი. მე მზად გახლავა. ორდელაპო გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ უკან შემობრუნდა. შეშინებულ რეჯინელასაც შემოაგდებს. მიბრალეთ უმოწყალესო სენიორე. ლუკუნს მოეშვი და კითხვაზე პასუხი გამეც. ხომ გახსოვს ისინი ჩვენ კარგად მოისაუბრეთ. მე შენთვის ცუდი არაფერი მიგადრებია. რეჯინელა წერილს აძლევს. ომედეი ხსნის და კითხულობს. ორდელაპოს რეჯინელა გახავს. ომედეი წერილს ჯიბეში ჩაიდებს და სწრაფად გადის. მაგრამ ორი ნაბიჯის გადათმაც ვერ მოასწრო ომედეიმ, რომ იქ როდოლფო გადაუდგა წინ და სასიკვდილოდ დაჭრილს
ორფეო სამხანაგი გაბუარდო წააწყდება და ქოხში შემოათრევს. ორფეო განცვიფრებით შეჰყურებს ომედეის. მოიცა ეს ხომ ის არის აი წეღან რომ იყო, ახალგაზრდა დიდებულმა მოჰკლა. ლამაზი იყო შესახედავად. აბერთი შიანჯღრიე, რაღაც მგონი სისხლი არ უჩანს. ამასობაში ომედეი გონს მოდის. სადარ სუნთქვა მეგრის შენ ხარ ორფეო სამხანაგი შენ ჩემი საფულე ამოიღეთ აქ ჯიბეში მაქვს თქვენი იყოს. ორფეო ჯიბეებს უსინჯავს ომედეის. თავს ნუ იწუხებ, საფულე უკვე ჯიბეში. გეტყობა გონიერი ბიჭი ყოფილხარ. მე შენ აგიხსნი რაც გააკეთო. რა ქვია? გაბუარდო. წერილიც შენ გაქვს? მაქვს. თავარ მართებელს წაუღეხლავ. გესმის? დევი. მონსინიორ მალიპიერს უნდა გადასცე. ის სამ წერილში 100 ოქროს მოგცემს. უთხარით რომ ეს წერილი მის ცოლს ეკუთვნის საყვარლისგან გამოგზავნილი. სული მეხუთება. როდოლფო ქვია იმას სახელად. მეუკვდები. მაგრამ შურისიება უნდა ახსურდეს. როდოლფო, გესმით? აბერტი, გაიმეორეთ. თქვენ ჩვენ გვიბრძანეთ რომ მართებელი 100 ოქროს მოგცემს. გარა. კარგად მისმინეთ. 100 ოქროს ცეხის მართებელი მას უკან მოგცემთ, როდესაც ეტყვით რომ ეს წერილი მის ცოლს ეკუთვნის და რომ საყვარელს მიუწერია ისი სახელი. გესმით? როდოლფო არის. მოკვდა. აბა, სწრაფად ბრძანებლისაკენ. 100 ოქრო. წერილი აქ არის. შენ ყველაფერი დაიმახსოვრე? თავარ მართებელს უნდა უთხრათ რომ იმის ცოლს საყვარელი ყავს. ეს წერილი მან მისწერა და მას ქვია რა უნდა ქვია? იმას თქვა როდერიგო. არა. აბა? მგონია პარდოლფო. კატარინას საწოლი ოთახი, რომლის შუაგულშიც დგას ტიზბე. იგი ანჟელომ მოიხმო სასწრაფოდ. რა უნდა ნეტა? სასახლე დღეს განსაკუთრებით მოღუშულია. აი მე ისევ ამ ოთახში ვარ და ეს კარებიც. იგიც ხომ სწორედ ამ კარების უკანვე იყო. სულ შევწირავდი, ოღონდ სიმართლე გამეგონტკიცეთ. რა რიგ მწარია გაურკვევლობა. თუ კი ბეჯითად გავიგებდი რომ როდოლფო იყო, დავღუპავდი აუცილებლად. თავარ მართებას ვაცნობებდი იმის შესახებ. არა, იმ ქალს კი გადაუხდიდი. არა, თავს მოვიკლავდი. დიახ, თავს მოვიკლავდი. თუ კი იმაში დავწუნდებოდი რომ როდოლფოს აღარ უყვარვარ, რომ მემატყუებს, სხვა უყვარს იმას, რაღაც მიღირდა ჩემი სიცოცხლე. ოთახში შემოდის გააფთრებული ანჟელო. თქვენ ჩემი ხმობა გიბრძანებიათ, მონსინიორ? აი რა, ჩემს მეუღლეს საყვარელი ჰყავს. რომელსაც ქვია? წუხელად იყო თავად. რა ქვია? აი როგორ გაიხსნა საქმე. 10 საბჭოს ერთი დამქაში დღეს დილით მძიმე დაჭრილი იქნა მდინარის პირას ალტინოს ხიდთან. ღამის მზირებმა იპოვეს იგი. დროელი იყო თუ თავდასხმა რა ვინ იცის. სიკვდილის წინ მზირთათვის მას ბარათი გადაუცია და იმ ბარათის ჩემთვის მოტანა უბრძანებია. ის წერილი ჩემს ცოლთან არის, მიწერილი საყვარლის. რომელსაც ქვია? თქვენ
მის სახელს მეკითხებით. სწორედ ის არის სავალალო, რომ მე არ ვიცი. წერილი ხელმოუწერელია. წერილის გადაცემისას დაზრალებულ სიკვდილის წინ მზირთათვის უთქვამს მისი სახელი, მაგრამ ჩერჩეტებს დავიწყებიათ და გახსენება ვერ მოახერხეს. ერთი როდერიგოს ამბობს, მეორე პანდოლფოს. წერილი თან გაქვთ? დიახ, სწორედ იმისათვის მოგიწვიეთ, რომ ის წერილი მეჩვენებინა. თუ ხელს შეიცნობთ, მეტყვით კიდეც. წარმოიდგინეთ, რომ აღმოჩნდა ისეთი კაცი, რომელმაც ერთ-ერთი მალიპიერის ცოლის სინდის სახელი აღმართა. კაცი, რომელიც ამ ოთახში იყო წუხელის, შესაძლოა აქ იდგა კიდეც, სადაც ახლა მე თვითონ მდგევარ. სასისხარი ვიგინდარა. ეს წერილი მან დასწერა. მას ჩვენად მაინც ეგ წერილი. აინებეთ. ტიზბემ შეიცნო როდოლფოს ხელი. როდოლფო. თქვენ ეს ხელი ხომ არ გეცნობათ? ჯერ წამაკითხეთ. კატარინა, საცოდაო ჩემო სიცოცხლე, როგორც ხედავ, თვით ღმერთი გწყალობს შენი ქმრისა და იმ დედაკაცის რისხვისაგან, რომელიღაც სასწაულმა გადაგვარჩინა. მე შენ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე, შენ ერთადერთი ქალი ხარ მხოლოდ, ვინც მყარებია და ვინც მე მიყვარს. ჩემი შიში შენ ნუ გექნება, სამშვიდობოს გავედი უკვე. რაო? იცანით თქვენ ეს ხელი? არა, მონსინიორ. მე დღეს უბძალე, რომ არავინ თქვენსა და თქვენი ძმის გარდა სასახლეში არ შემოუშვან. ის შესაძლოა თქვენს დაგჭირდეთ. სხვა კი ყველა უმალ უნდა დააპატიმრონ და მე მომგვარონ. თვითონ დავკითხავ. ჯერ კი ორთაგან ერთ დამნაშავეს შემიძლია გადაუხადო და ასეც ვიზამ. რა განიზრახეთ? მის სიკვდილს ვბრძანებ. თქვენი ცოლისა? ყოველი უფრო მზად არის. ერთი საათიც აღარ გაივლის, რომ კატარინა ბრაგადინს თავს მოჰკვეთენ. შებილწული ჩემი საწოლი იმის სამარეთ უნდა გადიქცეს. ის ქალბატონი უნდა მოკვდეს. მორჩა, გათავდა. ამასთან ძულს მეიგის დედაკაცი. მე შევირთე მხოლოდ იმიტომ, რომ დაბნეული ჩემი საქმე წამამეწია. ქალი, რომელსაც ჩემთან ყოფნისას მუდამ ცხვირპილი ჩამოსტიროდა და რომელმაც ერთი შვილიც კი არ მარგულა. მაშა სადამე თქვენი მსჯავრი ურყევი არის. ის უნდა მოკვდეს? ეს კარგია. მე გეთანხმებით. მაგრამ იმდენად რამდენადაც ყოველივე ჯერ კიდევ საიდუმლოა. არ შეიძლება რომ თავმოჭრას გადავარჩინოთ ის თქვენი ცოლი. ეს სასახლე სისხლით დასვრას. თქვენი სახელი კი ხალხის ბრბოს ყბას. ჯალათი ხომ მოწმე იქნება. მოწმე კი აბა არა საჭიროა. დიახ, ასეა. საწამლავი კიდევ უფრო სასურველია და საწამლავი სწრაფმომქმედი, მაგრამ არ გამაჩნია. სამაგიეროდ მე მაქვს იგი. თქვენ მართალი ხართ. დაეყოველი ჩვენ შორის დარჩეს. ასე აჯობებს. ყური დამიგდეთ. თქვენს მეტი მეგობარი არავინ ამ ყავს. გენდობით კიდეც და მეხმარეთ, ხომ თანახმა ხართ? თანახმა ვარ. დაე არავინ არ იცოდეს, როგორ გაქრა ის დედაკაცი. საფლავსად ხრიან, არც კი იციან, ვისთვის არის ის გაუნკუთვნილი. კვამს ის მზირნი გამოიტანენ, საკანში რომ ყავს გამომწყუდეული. დროს უნდა კარგავთ, საწამლავი მოატანინეთ. მე ერთმა ვიცი ადგილსამყოფი და თავაწავალ მის მოსატანად. კარგი მოვიცდი. ტიზბე გავიდა. სამლოცველოს კარი გაიღო. თავჩაღუნული, გულხელ დაკრეფილი ნელი ნაბიჯით იქიდან მღვდელი გამოემართა. მას კატარინა მოჰყვა უკან, ფერმქრთალი და შეშინებული. ანჟელომ მღვდელს მიმართა. იგი მზად არის? დიახ, მონსინიორ. სათავარ? რისთვის? სიკვდილისათვის. სიკვდილისათვის? მაშას ეს მართალია? ამასთან შეიძლება არ შემიძლია. მე უნდა მოკვდე? არა, მე მზად არა ვარ. სულადაც არა ვარ მე მზად, სინიორ. სიმამაცენო თუ არ გყოფნით, სინიორა. მე უნდა მოკვდე. ასე უცებ. სასიკვდილოდ კი რომ არაფერი ჩემდენია. სინიორ. თუნდაც
ერთი დღე არ არის დღე მე სიმამაცე არც სხვა მეყოფა სიცოცხლე და ამიტომე ჩემი სიცოცხლე თუ მონასტერში ნუ თუ ესეც არ შეიძლება არა ეგ შეიძლება მარტო ოდენ ერთის პირობით რა პირობით ვის მიერ არის ეს ბარათი დაწერილი მიპასუხეთ იმ მამაკაცის სახელით თქვით ღმერთო ჩემო ორი დამიგდეთ დაუნდობელი მე თქვენს მიმართ არ მინდა ვიყო ერთი საათის შემდეგ დაბრუნდები ან უნდა გასთქვათ ან უნდა მოკვდეთ ამაირჩიეთ ღმერთო ჩემო ცხოვრების მხოლოდ ერთი საათი გეჭიროს ხელში და განუწყვეტლივ სული სიფიქრო მარტოდენ ერთი საათი თავად უნდა განიცადო ეს წუთები რათა შეიგრძნო მათი რისხვის საშინელება მარტოდენ ერთი საათი კატერინა წამოდგა და საწოლთან მიდის ფარდას გადასწევს და ელდანაცემი უკან დაიხევს საწოლის ნაცვლად კუნძია შავი მაუდით გადაფარებული ზედ ცული დევს შეწწუნებული კატერინა კვლავ სავარძელთან მილასლასდება მაგრამ უეცრად ოთახის სიღრმეში პატარა კარი იღება და კატერინას წინ როდოლფო აღიმართა მეთოჩო როდოლფო ო კატერინა ეს მე ვარ სწორედ მარტო ოდენ ერთი წუთით შემოვირბინე მარტო ხარ ბედნიერი ვარ მაგრამ ფერი რათა გაქვს ცუდი შენ ფრთალს აქ გევხარ მას რა იქნება გავფრთხილებლად დღის სინათლეზე ჩემთან შემოსვლა ო ისევ წუხდი მეტის მოთმენა აღარ შემეძლო რა გაწუხებდა ყველაფერს გეტყვი კატერინა ჩემო სიცოცხლე ო როგორი ბედნიერი ვარ რომ გიყურებ ასე მშვენიერს როგორ შემოდი თვითონ მომეცით გასახები ეგ ვიცი მაგრამ სასახლეში როგორ შემოდი სწორედ ამით ვარ აღელვებული თუმცა თავისუფლად შემოვედი მაგრამ გასვლა კი გამიჭირდება რატომ დაცვის უფროსმა გამაფრთხილა რომ დაღამებამდე სასახლიდან არავინ გავა მაშ გაქცევა არ მოხერხდება ყოველ კუთხეში მცველნით განან დღეს სასახლე ციხესავით არის დაცული თავარ შუშაბანს მოაღწია მოხერხებულად და იქ ვარ მომეცი პიცი რომ არაფერი არ მომხდარა აქ საფიქრელი არაფერი ჩემო როდოლფო ნუ იღელებ აქ ყველაფერი ჩვეულებრივ ძველებურად მიმდინარეობს ახლა კი წადი ნუ ხარაყოვნებ გული მისკდება მართებელი არ შემოვიდეს არა კატერინა ამისი შიში ნუ გექნება მართებელი ამ წუთას სწორედ იქ არის დაბლა მოლინოს ხიდზე იგი ახლა ხან დაჭერილებს კითხავს რაღაცას მე ისევ წუხდი კატერინა დღეს მე ყოველი უცნაურად მეჩვენება როგორც ქალაქი ისე სასახლე ყველგან დარაჯნი დაწრიალებენ ვენეციელთა ჯარის რაზმებიც გამოჩნდა ირგვლივ წმინდა ანტონიოს ტაძარში ყოველივე ძაძით არის შემოფენილი სულის მოსახსენებელი მსახურება ტარდება რაღაც ვისთვის არის ეს მოწყობილი არავინ იცის იქნებ თქვენ იცით კატერინა არ ვიცი ტაძარში შესვლა ვერ მოახერხე მთელი ქალაქი განგარს მოუწავს შემორტყმულია ყველგან ჩურჩულით ლაპარაკობენ ეცს გარეშია რომ სადღაც რაღაც საშინელება ხდება ბოროტი მაგრამ სად არის ის კი არავინ იცის და რა კი აქეთ შენ საყუდარში არაფერია მე მშვიდად ვარ ჩემო უმწეო შენ საკანში გამომწყდეულს არაფერი არ გაგიქი არა არ გამიგია თუმცა კი აბა ჩვენ რა გვესაქმება მითხარი ერთი ხომ დამშვიდი იმ ამბის შემდეგ რაც წუხელღამით ჩვენ თავს გადაგხვდა დიახ მართლაც რომ უცნაურია აქამდესაც ვერაფერი ვერ გამიგია იმ არამზადა უმედეისგან უკვე გიხსენი კატერინა იგი ვერაფერ მწუხარებას ვეღარ მოგიტანს ასე გონია იგი მკვდარია კატერინა რაღაც გაწუხებს ჩემ გარ რაიმეს ხომ არ მალავ შენ პირადად ხომ არაფერი არ დაგმართვია არაფერი აი გეფიცები არაფერი ამ დილით მე თქვენ ბარათს აგწერდით რეჯინელას შევხვდი და მივეც
სხვა ვინმე ხომ არ ჩავარდნია ის ბარათი. მიიღეთ უკვე. რა სათქმელია, აი ისიც. მას მოგიტანეს. კარგია. ამ ხრივ სიმშვიდე არავის მართებს. ახლა თქვენ უკვე მესაუბრეთ, მომინახულეთ, დამშვიდით კიდეც. დარწმუნდით თავად, რომ თუ ქალაქში მღელვარება აქ სიმშვიდეა. მას ახლა წადით. მართებელი შეიძლება შემოვიდეს მოულოდნელად. მხოლოდ აი რა, დაიმახსოვრე. სტორის წინაშე მშვიდად იყავი. გარდა ამისა, თუ კი ვინმე, რომელიმე მსტოვართაგანი რამეს პირადად დაგაწერინებს, თუნდ 2-3 სტრიქონს, იცოდე რომ ხაფანგი გელის, მიზეზი ნახე და არაფერი არ დასწერო. ამდენი რჩევა რა საჭიროა? რისთვის გჭირდება? რისთვის? არ მინდა რომ შენი ხელი ვინმე მიხილოს. ახირებად ჩამითვალე თუ კინებებ. განარიცი ჩემო ტკბილო, რომ ჩვენ გარებს ახირება გვახასიათებს. მადლობელი ვარ, რომ მოხვედი, ჩემთან დაჰყავი. შენი ნახვის ბედნიერება რომ მომგვარე კიდევ. თვითონ ვერ ხედავ რომ შვიდათა ვარ, მხიარული, თანკმაყოფილიც. გიტარაც აქა მაქვს, შენი წერილიც. ახლა კი წადი, მინდა წახვიდე. ერთი სიტყვა კი მომისმინე? რა სიტყვა? ჩემო როდოლფო, შენ კარგად იცი რომ ჩვენი თრფობა სუფთა, წმინდა, შენ კარგად იცი. მერე რაო? დღეს მინდა გთხოვო, ჩემო როდოლფო, მაგოცე ერთხელ. უნეტარებავ. ბედნიერი ხარ. უზომოდ. ახლა კი წადი. მე შენ სიყვარულს მადლობას ვწირავ. შვიდობით. მე შენ მიყვარხარ. მასთან ერთად რომ გაიქცეს, ასეთმა აზრმაც კი გაუველვა კატარინას. ღმერთო ჩემო, მასთან გაქცევა, მაგრამ არ შეიძლება. დაღუპავდა იგი მას მხოლოდ. ნეტამ სტოვრებმა არ დაიჭირა. მისი ნაბიჯის ხმა მესმის. ჩემო ძვირფას შორდება, მიდის. ნაბიჯის წყდება. ყველაფერი გათავდა უკვე. შვიდად იყავი, ჩემო როდოლფო. დიდი კარი გაიღო და შემოვიდა ანჟელო. მას მოჰყვა ტიზმა. ღმერთო ჩემო, ისე ვისკალი, სწორედ ისაა წუხელ რომ იყო. გადასწვიდეთ, სინიორ. დიახ, სინიორ. რა გადასწვიდეთ? სიკვდილი თუ იმ კაცის ჩემთვის გაცემა, ვინაც ბარათი მოგწერათ თქვენა. შეიგნეთ უკვე რომ ის კაცი თქვენ უნდა გასცი. მე გასრი ერთი წუთითაც არ მომსვლია. ფიქსეული და ჭეშმარიტად გმირი ქალია. ამ შემთხვევაში ეს უნდა შესვათ. საწამლავია? დიახ, სინიორა. ოდეს მე მაინც გადაგხდებათ სამაგიერო. სინიორა. მე ბრალებით. თქვენს წინაპარს რაგადინების თვალსაჩინო წარმომადგენელს თავის მეუღლე მარჩელე გალბაი ზუსტად ასევე მოუკლავს. დანაშაულიც ასეთივე ყოფილა. რა შუაში აქ ბრაგადინი? თქვენ ხომ ბოროტი არ ამზადახართ? გულდამშვიდებით გამოცხადით, მაგ საწამლავით. რაო, დანაშაული რამ ჩავიდინე? არა, დამნაშავე ვარ. ყოველ შემთხვევაში იმაში არა, რასაც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ მე ისე არ დავეცემი, რომ თქვენს წინაშე თავი მიმართლო. პირდაპირ გეტყვით, თქვენ მეზიზღებით. მე თქვენ შემირთეთ ფულებისათვის, სიმდიდრისათვის. როგორი იყო ჩემი ცხოვრება ამ 5 წლის განმავლობაში? ერთხელ თუ მაინც გიფიქრიათ ამის შესახებ?
არც გიყვარვართ და ამავე დროს ეჭვიანობით სიცოცხლეს მიკლავთ. პატიმრობაში მამყოფებთ მუდამ, თავად საყვარლებს არ გამოილებთ. თქვენ მამაკაცებს სამისნება გაქვთ. მას შეიცოდეთ, სინიორ, რომ ჯერ თქვენამდე ერთი კაცი მიყვარდა ძლიერ და დღევანდლამდე ის მიყვარს კიდეც. ამისათვის მე სიკვდილი გადამიწყვიტეთ და აღსრულდეს ნება თქვენი. ბედნიერი ხართ, რომ ბარათი ხელთ ჩაგივარდათ. სიამოვნება მოგეძალათ მიზეზი რომ გამოინახა. ამისათვის სიკვდილს მისჯით და თავად გინდათ დამასამაროთ. საიდუმლოდ სიმუხთლია, ბოროტება, ენით ხილათ იყავით. მაინც ვინახართ, რა გინდათ ჩემგან? დიდებულია, კეთილშობილი ეს საქციელი. სინიორა! დიახ, სამივე უსაშინელეს დროში ვცხოვრობ ჭეშმარიტად და საწყალია ის ქვეყანა, რომელიც კაცებს ნებას აძლევს უპატრონო ქალი გასწირონ და უსჯელად მოუკითხავთ. თქვენ ამ ოთახში იმ ბნელ სამყაროს ახორციელებთ, რომლის პატარა ნაწილაკი ვენეცია თქვენა ხართ ორნი, ვენეცია დესპოტი, ვენეცია გარკვეული ქალი. მე ვიცი რომ თქვენ ჩემი ქმრის საყვარელი ხართ და თუ ამიტომ ჩაიფიქრეთ ჩემი დაღუპვა, ეს იქნებოდა თქვენის მხრიდან, სინიორა, საშინელი ბოროტება და თუმცა სიკვდილი 22 წელში მეტად მძიმეა. მე მაინც სიკვდილს ვამჯობინებდი ვიდრე იმას, რასაც თქვენ სჯადით. კატერინა შესვამს საწამლავს. გრძნობ საწამლავმა სისხლი გათუშა. დაგმაყოფილდით, სინიორ. გუდები, ახლა კი თქვენი არ მეშინია. პირდაპირ გეტყვით ჩემს ბოროტ პატრონს, როგორც კი თვითონ ღმერთს ვეტყოდი მოურიდებლად. დიახ, მიყვარდა მერთი კაცი. თქვენს წინაშე კი წმინდა ვარ მუდამ. თქვენი არ მჯერა, სინიორა. მე გიმწავს მის. გრძნობ, ძალას ვკარგავ. საკურთხეველთან მოყრილი მინდა რომ მოვკვდე მარტობაში. სიმშვიდეში დავლიო სული. აღარ ვიხილო თქვენგან არც ერთი. უმოწყალო თქვენი თვალები ჩემსკენ ბოროტად მოსწრაფებული. კატერინა სამლოცველოში შედის. ანჟელომ იხმო დაცვის უფროსი, რომელსაც საკანში გამომწვეულ ბარათის მომტანთ ორფეოსა და გაბოარდოს მოყვანას უბრძანებს. დაცვის უფროსს შემოჰყავს მზირები. ანჟელომ ათავალებს კატერინას ცხედრის მიწის ქვეშეთში შეუმჩევლად ჩატანას, ხოლო ტიზბეს მეთვალყურეობას თხოვს. თვითონ კი ტყვეების დასაკითხად მიდის. ტიზბე ჩანთიდან ქისას იღებს და მზირდ გადასცემს. ამ ქისაში 200 ოქროს ცეხინია. გამომართვით, მიჩუქებია. ხვალ დილით ორმაგს მიიღებთ კიდევ თუ ყოველივე შეასრულებთ, რასაც კი გეტყვით. ყველაფერი ზუსტად იქნება შესრულებული. საიწევიდეთ. პირველესად მიწის ქვეშეთში. ტიზბეს საწოლი ოთახი. მძიმე ფარდებს იქით საწოლი დგას, მარჯვნივ და მარცხნივ კარებია. ირგვლივ ნიღბებია, მარაოები, სათეატრო ტანსაცმელია მიმობნეული. სამკაულების ნახევრად თავახდილი ყუთებია მიმოფანტული. საწოლზე სუდარაში გახვეული კატერინა წევს. გულზე ხატი აქვს დასვენებული. შორიახლოს ტიზბე, გაბოარდო, ორფეო, პატარა არაბით განან. ნამდვილად ხარ დარწმუნებული სასახლიდან
ამ სახლამდე შეუმჩნევლად რომ მოაღწიეთ. ღამებნელია უკუნეთი. ამ დროს ქუჩაში სულიერი არავინ არ ჭაჭანებს. ჩვენც არავის არ უნახივართ, სინიორა. კუბოს საფლავში რომ ჩაუშვით და ქვისფილი გადავაფარეთ, თქვენც იგიყავით. დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. ის კი არ ვიცით, მოკვდა თუ არა ეგ თქვენი ქალი, მაგრამ მოგართვით იგი, რაც ყველასათვის დავასაფლავეთ და შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც ისურვებთ. კმარა, შეგიძლიათ უკვე წახვიდეთ. გახსოვდეთ კრინტი და ნაპირებს კი დილით მიიღებთ. მზირები და პატარა არაბი გადიან. ვფიქრობ, ლოდინი აღარ დამჭირდეს. როგორ არ სურდა რომ მომკვდარიყო. მესმის მე მისი, როდესაც იცი, უყვარხარ ვისმეს. აგერ უკვე 3 ღამეა რაც თვალი აღარ მომიხუჭავს, გუშინ წილ მხინი, გუშინ კიდევ ისპაემანი როცა მივასწარ დღეს, მაგრამ ამაღამ დავიცინებ. ბედნიერები ვგონი ვართ ყველას, ტაშს გვიკრავენ. იმას კი ფიქრად არავინ დაუშვებს, რომ ზოგჯერ გული გასკდომაზია. ო როდოლფო, როდოლფო, მე შენი ტრფობა უნდა მეწამა, ამის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. როცა მჯეროდა სიყვარულის, ხშირად ვფიქრობდი, როცა სიკვდილი ჟამი დადგება, ნეტავ მის გვერდით დავლიო სული, რომ არასოდეს არ დამივიწყოს, რომ ჩემი ხსოვნა, ჩემი აჩრდილი მასა და ყველა ქალ შორის ჩადგეს. სიკვდილი, მე სიკვდილისა არ მეშინია. რომ დაგივიწყონ, ის სიკვდილზე უარესია. აი, რა მიყო მე სიყვარულმა. მიდის საწოლთან, ფარდას გადახსნის. უძრავად მწოლიარე კატარინას დააშტერდება და გულიდან ხატს ააცლის. ო დედა ჩემო, ჩემო მშობელო, თუ კი ამ ხატმა ბედნიერება ვისმეს მოჰგვარა, ის შენი შვილი არასოდეს არ აყოფილა. პატარა საიდუმლო კარი იღება და ოთახში შემოდის როდოლფო. ეს თქვენ ახართ, როდოლფო, დროზე მოხვედით, სიტყვა მაქვს თქვენთან, ყური დამიგდეთ. მეც მინდა თქვენთან ლაბარაკი და მინდა რომ თავდაპირველად მე მომისმინო. როდოლფო, თქვენ აქ მარტო ხართ, სინიორა? მარტო ვარ. უბრძანეთ რომ აქ არავინ არ შემოუშვან. მე უკვე უბრძანე. რა გინდოდათ ჩემთვის რომ გეთქვათ? საიდან მოდით? ფერდაკარგული რატომ ხართ ასე? დღეს მთელი დღე რა საკეთებდით? თქვით, მაგ მარჯვენით რა გააკეთეთ? თქვით, მიპასუხეთ. თუმცა არ გინდათ. შეგიძლიათ არაფერი თქვათ. მე თვითონ გეტყვით. ნუ არ ყოფთ. პასუხს ნუ გამცემთ. ნუ მოიგონებთ, ნუც მოიტყუებთ. ყოველივე ვიცი მე უკვე. ორი ნაბიჯის მოშორებით სამლოცველოში დაფნა იყო დამალული. იმან ყოველი გაიგონა, ყოველი ნახა. თქვენ საწამლავი გქონიათ თურმე. მე კი ხანჯალი. როდოლფო! როდოლფო ხანჯალს გაიძრობს და ტისბესკენ გაემართა. 5 წუთი მომიცია სიკვდილისათვის მოსამზადებლად. ასეა. გინდათ რომ მომკლათ. პირველი აზრი რაც მოგივიდათ ეს არის თქვენი. მაშ მე სრულიად არ მიფრთხილდებით. იმისათვის მკლავთ რომ სხვა გიყვართ. როდოლფო, ნუ თუ ასეა. თვითონ მითხარით ყოველივე, თვითონ მითხარით. მაშ არასოდეს არ ყვარები ვარ. არასოდეს. აი, მე რა მკლავს ეს არასოდეს. შენი ხანჯალი მარტოდენ სულს ამომართმევს. მე თქვენ მიყვარდეთ? არც მიყვარხართ და არასოდეს არ ყვარები ხართ. და ამის გამო კიდეც ვამაყობ. ყველაზე დიდი რაც მე თქვენ და მი შეიძლება რომ გრძნობა მქონდეს. სიბრალოა. მადურო. კიდევ ერთი სიტყვა გადამრჩა. მითხარი. ის ხომ მაინც ძლიერ გიყვარდა. ის თუ მიყვარდა, მას ყური მიგდე შეუბედურო. და ეს იყოს თქვენი წამება.
ის თუ მიყვარდა? დიახ, ის მიყვარს. წმინდა იგი, პატიოსანი, ჩემთვის წმინდანად, საკურთხევლად გადაქცეული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ნუგეში, საგანძურია. აი მე როგორ მიყვარდა იგი. მაშა სადამე სწორად მოვიკეც. გგონიათ სწორად მოიკეცით? დიახ, სწორად. მერე კი იცით რა გავაკეთე? ვიცი თუ არა? დაფნა ხომ იქ იყო. მისი სიტყვები ახლაც მესმის. სინიორ, ისინი მხოლოდ სამნი იყვნენ იმ ოთახში. ის მართებელი და უცხო ქალი, ბოროტი ქალი. ტიზბეს ეძახდა მას მართებელი. 2 საათის მძიმე წამება. საცუდავი მწარეთ მოსთქომდა, შენდობას თხოვდა და სიცოცხლეს იხვეწებოდა. შენ სიცოცხლის შენარჩუნებას იხვეწებოდი, კატარინა, ჩემო სიცოცხლე. იმათ წინაშე მუხლმორთხმული მღაღადებელი. შენ ემუდარე, მათ კი თხოვნ არ შეგიწყნარეს. სად წაიღეთ იმის გვამი, სინიორა? ვიცი თუ არა? კმარა, ილოცეთ, იტირეთ, იყვირეთ, შეწყნარება ითხოვეთ ახლა. როდოლფო! რით შეგიძლია თავი იმართოთ? ჩქარა თქვი, ჩქარა! მე სათქმელი არაფერი მაქვს, ჩემო როდოლფო. ყოველივე რაც შენ გითხრეს, მართალი არის. ყველაფერი შეგიძლია რომ დაიჯერო. დროზე მოხვედი, როდოლფო. მე სიკვდილი მინდოდა უკვე საფიქრებლად მხოლოდ ის მქონდა რომ შენთან ახლოს, შენს ფეხებთან მომკვდარ ვიყავი. შენი მარჯვენით გამოვეთხოვო ამ წუთის სოფელს, ოცნებითაც ვერ მივწდებოდი ამ ნეტარებას. მომკალი, ახლა ეზღა ერთადერთი, რაც შენ ჩემთვის შეგიძლია რომ გააკეთო. ჩემო როდოლფო, ჩემო როდოლფო. სინიორა, აჩქარდები, მათქმევინე. მას სიბრალული ქონდა ყოველთვის. სიტყვა კი არა, წუხარება, გული ვერ იტევს გასკდომაზეა. ახლა მე უკვე ვერაფერი ვეღარ მიშველის, მაგრამ მიყვარხარ, ჩემო როდოლფო. როცა მოვკვდები მარტოოდენ, მაშინ გაიგებ, როგორ მიყვარდი. მითხარი რა ვქნა? შენ სიყვარულის გარეშე მე სიცოცხლე არ შემიძლია. შენით სულდგმულობ, შენ კი. კატარინა სად არის ახლა? ერთადერთი ქალი, ვინც მიყვარს. მოწყალով, გული გახეთქე. დიახ, ასია, მძულს მე ის ქალი, გესმის თუ არა? მძულს. ყოველივე მართალი გითხრეს, გადაუხადე, მე მოვწამლე, მე მოგიკალი. მაშაღიარებთ? თითოლმე ამბობთ. იკვეხით კიდეც უბედურო. დიახ, იცოდეთ. რაც გავაკეთე რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ გავაკეთებდი. მომკალი, სინიორა, მე მოვკალი იგი. ვიმეორებ, მას რაღაც დგეხარ. სასისხარო. როდოლფო ტიზბეს ხანჯალს ჩახვდა. დაჭრილი ტიზბე იატაკზე ეცემა. გულში ჩამკარ. რა კარგია, ჩემო როდოლფო, მომეცი ხელი. გმადლობთ, მე შენ მიხსენი. ფარდის უკან კატარინას ხმა ისმის. როდოლფო შეკრდა. კატარინა, ღმერთო დიადო, შენ აქ ხარ? ცოცხალი ხარ? ეს როგორ მოხდა? ეს რა ვქენი? ტიზბე. შენა არაფერი, შენ არაფერი ჩაგიდენია. ყველაფერი მე გავაკეთე. სიკვდილი მწადდა და გამოგიწვიე. კატარინა, შენ ცოცხალი ხარ? ღმერთო ჩემო, ვინ დაგიხსნა დაღუპვისაგან? მე დავიხსენი. შენი გულისთვის. ტიზბე, როგორ გიშველო? ეს რა ვქენი მე უბედურმა? აღარაფერი აღარ მიშველის. მე დამივიწყე. ბედნიერება უნდა გწყალობდეს. თავარ მართებელს მე ტყუილი უთხარი, ძილის წამალი მივეცი მხოლოდ. ყველას ეგონა რომ იგი მომდა. მას კი ხედავ, მხოლოდ ეძინა. ეზოში ორი შეკაზმული ცხენი აბია. აქ ფუთაში მამაკაცის ტანსაცმელია.
და უყოვნებლივ წადით აქედან. 3 საათში ვენეციის რესპუბლიკის საზღვრებს გასდებით. ბედნიერება გწყალობდეთ მუდამ. შენი სატრფო განთავისუფლდა. მართებლისათვის იგი მკვდარია. შენთვის კი თვითონ ხედავ ცოცხალი. დიზმი. კატარინა მუხლებზე ეცემა მომაკვდავი ტიზბეს წინაშე. მე ვკვდები უკვე. ზოგჯერ მაინც ხომ გაიხსენებთ და ალბათ იტყვით. ის კარგი იყო, საწყალი ტიზბე. იქნებ ეს მაინც გაიგონოს მან სამარეში და გაიხაროს. მონაწილეობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, სალომე ყანჩელი, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, ოთარ მეღვინე თუხუცესი, კარიელ საყვარელიძე, მერაბ თაბუკაშვილი, ელენე ერქომაიშვილი. რეჟისორი ჯემალ ანჯაფარიძე, ხმის რეჟისორი გივი ჯაფარიძე. რადიო დადგმა ჩაწერილია 1957 წელს, აღდგენილია 2008 წელს. საქართველოს რადიო.